ესე იგი, რატო ხარ თქვენ თავრობაში? რომ მიშა და ნაციონალები არ დაბრუნდნენ? სხვა მოვლენა არაფერი არა გაქვთ? არა გაქვთ. თქვენ კრემლმა დაგსვათ მათ იმიტომ, რომ მიშა არ დაბრუნდეს და აჩერებთ მიშას და ნაციონალები, ძმაო, ნაციონალები რო არ დაბრუნდნენ და მიშა რო არ დაბრუნდეს და მაგათი მომხრე ხალხი რო არ დაბრუნდეს, მაგის გამო ხარ თავრობაში? მაგის გამოც ვერ ახართ. კი, მაგის გამო მოგიყვანეს, მაგრამ მაგასაც ვერ აკეთებთ. მაინც წამოვა, ზვავივით წამოვა. მაინც მობრუნდებიან ნაციონალები. ნუ მიშა თუ არ იქნება, მიშასნაირი იქნება ვიღაცა კიდე. მაინც ვერ გაინტართ თქვენსას და მაინც ისე იქნება, როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება. და მაინც მოხდება ის, რაც უმრავლესობას უნდა. კაი, ნაციონალები რო იყვნენ, შეიძლება ისი აღარ იყოს. მაგრამ უმრავლესობას თქვენ აღარ უნდევხართ რა. всё, მორჩა. წასულია თქვენი საქმე ხელიდან. მაგ იმიტომ იჯდე, რომ ნაციონალები არ დაბრუნდნენ და მიშა არ დაბრუნდეს. მე საქმე არა გაქვთ თქვენ მაგიტომ ხართ. და სადაც კი დაინახავთ, რომ რაღაცა ხდება, ნაციონალები მიდიხარ და ურახუნებთ იმ ხალხს და ცემთ. მეც საქმე თქვენ არა გაქვთ. არა და ეხლა ისეთი დრო არის, მთავრობა, დღე და ღამე, ძილის დრო არ უნდა გქონდეთ. ესენი გაიღედა, ან დუბაიში დასეინობენ, ხან იქ არიან, ხან აქ არიან. კოცები ჩამოდიან და დაათრევენ 20,000, 30,000 სუმკაში უყდებით. ჩამოდიან ამერიკაში რაღაც ყიდვა რო უნდათ, ესენი უყურე, არა ძმა 30 ჯერ ქეშით არ ვაჭრობ ჩვენ, კრედიტ კარდი მოიტანო. მე შოკებით დაათრევენ ფულებს. ღმერთმა გაუმარჯოს, პატიოსანი შრომით თუ გაქვს ნაშოვნი და ეგ ფული შენი ოფლით გაკეთებული, წაიღე და დახარჯე და რაც გინდა ქენი. მაგრამ სადაც ქვეყანაში პენსია თითქმის არ არსებობს, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ფულს თქვენი ტვინი, ჭკუით, შრომით და ოფლით მოიშოულობთ. და ჩვენ ხო ვიცით უყველა როგორ შოულობთ ფულს, ხო? ერთი ისტორია მახსენდება, ვოლსკი იყო მაგის შემოქმედი. ნიუანსები არ მახსოვს, მაგრამ შინაარსი ესეთია. ისრაელიდან ერთი ებრაელი. ახლა გაგიკვირდებათ ებრაელი როგორ მოატყუეს, მაგრამ ვოლსკი ისე დედამოწყნულია ებრაელს კი არა, თავის თავს ატყუებს ხანდახან. ხო, მთელი მაგის მოდგმა და მაგის ჯიშს უყოლა კაგებეშნიკებია. კრემში გამოზილი ტრაკები, პროჭები და ახურების უყველა. რაღაცა თვითფრინავები, აეროპორტი, შიდა ფრენები, იმის ფრენები, ამის ფრენები, ჩაადებიეს 3 მილიონი და მე გავუშვეს ყლეზე. მაგარი ხარ, სააღოლ ძმაო. არაო მე ვარ, ეს როგორ იყო, ვიცი, მე მოყვა მეზარება, ხო იცით რასაც მოყვებოდა, რა ეხა ვოლსკი. ნაციონალების ზვავი არ მოვა, ხო? სხვა ზვავი მოვა. და ძალიან ცუდი ზვავი იქნება, წალეკავს ყველაფერს. უკვე მოსულია მანდარი. გარყევა უნდა პატარა და არ ახვანებს. თქვენი დებილი დედამოთხან კოცებო. გათენდა ახლა მათ თუ და არა, მათ დაღამდა ახლა, დაღამდა. ხედავთ კოცებო, როგორ ხამდება და თენდება. ხვდებით? თუ სულ ერთია თქვენთვის. ტაჩი. ავა ყველაზე კაი პურის ადიჭმება ძმაო თბილისში. ეგ იყო ყველაზე მაგარი შეკითხვა საკოცეთში რა.
შაშლიკებს და პურის ჭამას რო გადავყევით, მოუტყან დედის ტრაკი. მეც ეგრე ვიყავი. ამოტრიალებული მქონდა ჯიგარი რა, იმდენ სვავდი. მაცხოვრობდი და რაღაცები იქცეოდნენ, ისე მე ვიქცეოდი. მაგრამ ქოცი არ ყოფილო არასდროს. დალევა მიყვარდა რა. სხვადასხვანაირი ცისტერნებიდან. და მაგრამ არ ქოცობდი არასდროს. საქართველოს წინააღმდეგ არ წასულარ, მაგრამ აი ეგეც არ მომწონს ახლა შორიდან რო უყურებ ჩემ თავს არ იყო ეგ აი ვაღიარებ, მაგრამ ნუ რას ვიზავ რა. იმდენ სვავდი რომ საკუთარ სახელი მავიწყდებოდა ხოლმე ხანდახან. მაგრამ მე დავისაჯე მაგის გამო. და ვინცაც ახლა მე მისმენთ ახლა და ლაყალუყი გონიათ ეგა არ გაატაროთ და ანებეთ ბევრი ალკოჰოლის სმას თავი, თორე დაგჯით ეგ ალკოჰოლი ძალიან ცუდად და მე გვიანი იქნება. 30 წლამდე ფიქრობ ერთი მაგის დედაც მოტყან. მე ფიქრობ ეხა ცოტას მოუკლებ და გავქაჩავ, მაგრამ всё. გინდა მოუკელი, გინდა მოუმატე, ვეღარ კაჩავნე. ასე რომ თუ არა დიდი ვაჟა-ფშაველას ლექსი წაიკითხეთ, რას ურჩევს კახელებს. ჩავიდა კახეთში დაინაღა დედა, მოვა. გაგიჟდა კაცი. ერთ კაი ლექსი მიუძღვნა მე. კაი ლექსია, კაი, ცუდი კი არა. უბრალოდ იქ ეუბნება რომ ცოტა ღვინის მას რომ მოუკლოთო ჯობიაო რა. ჯერ საკოცეთი ღუპავს და აყლევებს ადამიანს. მერე პლუს ალკოჰოლური ილუზია. დედა, დაღუპულები ვარ, დაღუპულები. ეს დოლი გარმონი და ქალები ისე გვაქვს ათვისებული, როგორც საკუთარი დედისძე რა. აი, მიდი. კაია, გართობა კაი არის. გასართობა თუ არის საქმე და ისეთ კაი სიმღერები ვიცით მე. კაია, კონცერტები, ქართული კონცერტები სუფრასთან ძალიან მაგარია. ვერ ვიტყვი რომ არ ვარ და აჰა, აი ახლა მეორე ხელთათმასაც წამოვიწვა და გავხდები პროქტოლოგი. ხო, აი ტესლა დავამთავრე. ეხლა მოვა ჩვენი ტესლას პატრონი და დამიტოვებს ფულუკას. აი ესეთ ფორმულა არის ყველგან, საქართველოშიც და ამერიკაშიც. შრომელი და ნორმალური ხალხისთვის იმუშავე, აიღებული, იმუშავე, აიღებული. მუშაობ თელ ცხოვრება, აბა ეს ცხოვრება არ ჯობია, ბლეა, დაждე. შემოვიდა ფული. კი, წეგეთი ეს სუმკა გაავსე რა თუ ძმახარ და მოიტანე. ძავე გაახსნიან სუმკებს, ჭალაგებე და წამოიღე. ეგ ჯობია, კი, მუშაობას ნამდვილად ჯობია. მაგრამ ფანჯრიდან რო გადაიხედავ, ვერცეთ ქართველს ვერ დაინახავ ცოტა ხანში. და ერთმა კაცმა რო გითხრა, ერთმანეთის პოვნაში გავივა მე დრო, ვეღარ ვიპოვით ერთმანეთს. პოშტა ვამთქვე. მოსაძებნი გავხდებით. Вот так, товарищи. Отдыхающие. Ёб вашу мать, блядь, Путинიდან დაწყებული ივანიშვილამდე დამთავრებული. მოგიტყანთ დედის ტრაკი. ლოცვები იყო, ესე იგი, შუადღის ლოცვები. ეხლა წავედი მე საქმეებით დავყავდები და დღეს ერთ ბოთლ კონიაკს ვიყიდი და სადღეგრძელოებსაც დავლევ. სადღეგრძელოებში ძალიან ბევრი. კოკოცებს მიუძღვნიავ საღამოს.
მოგიტყავთ ჯიში და ჯილანი, კარგად იყავით აბა როგორ ახართ კოცებო? თქვენ მოგიტყავთ დედის ტრაკი. ეხლა როგორ არის, იცი? დიდარი ქვეყნის ადამიანები, მოქალაქეები. ისეთი დრო მოვიდა ეხლა, რომ სოფლიოში სადმე რამე კაი ადგილები თუ არ იყირულობენ სახლებს და პრობლემა აღარ არის. ღარიბმა ქართველებმა რა ვქნათ, დიდარი ხალხით საიდან არსებობს? ყველა ბიზნესმენი კი არა. ხელფასებს უხდიან კარგს და ბანკში კრედიტებს აძლევენ და ყიდულობენ. ქართველებმა საქართველოში მიწა რატო უნდა იყიდონ? მიწა უნდა ეკუთვნოდეს ქართველს. უფასოდ. საქართველოს მოქალაქეს მიწა უნდა ეკუთვნოდეს უფასოდ. ეხლა 100 კილომეტრი 100 კილომეტრზე არა. სამოსახლო. რო გამრავლდეთ და ბევრი გავხდეთ. სამოსახლო მიწები საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ უნდა დაურიგოთ. ხელფასები უნდა გადაუხადოთ ბევრი, რომ შეძლონ ბინების ყიდვა. თორემ დიდარი უცხოელები ჩამოდიან და ყიდულობენ მათ ყველაფერს. ქართველები რაშობით გავრბივართ მადიდან. ხო და მოგიტყანთ დედის ტრაკი და პენსია და ისა 1000 ლარიანი ხელფასები. თქვენი დედა მოტყან მე, აი ეგრე. არც ერთი დღე არ გაგმაზავთ. ყოველთვის შეგახსენებთ რა ყლეობაში საგაქვთ საქმე და რა ყლეობასაც უკეთებთ ხალხს. როდემდე უნდა ვიჩანჩალოთ, როდემდე უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ყველამ რო თავში ხელი უტყას და გაღარიბებული და გაღატაკებული და არაფრის მქონე და სიძლიერეზე, ეკონომიურზე და ფიზიკურ სიძლიერეზე ლაპარაკიც არ შეიძლება რა. ფიზიკურზე მით უმეტეს. აფრიკის ნებისმიერი ქვეყნის ჯარი რო წამოვიდეს საქართველოზე და დაგვა მოგვიგებს. გაგვათახსირებს, სულ აიღებს საქართველოს. დაჯექთ მე და იძახეთ. თან ბრუნეთ ჩვენ ფული. ბიძოს ცრემლები წამოვიდა თვითფრენავში რო იყო. ცრემლები წამოვიდა. საქართველოს დედას რო უტყნავდნენ. დედა მოტყნული გისენი, კრემლის აგენტები და რუსის ჯარი. და ახვრილი რო იყო მთელი ქვეყანა და ომი რო იყო და ხოცავდნენ. მაშინ სადეგდო. მაშინ არ მოდიოდა ცრემლები? შენი უცნობი დედაც მოტყანდა იმ ივანიშვილისაც რა. ხო, გამახსენდა, რომ შენი სახელი აღარ უნდა ვახსენო, ბოდიში. всё, მაგ ბიჭზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. ცრემლები მოდის, ბიჭს. რა ცრემლები მოდის, რუსთაველზე სკალპები ახადა ხალხს, ჩაასიკვდილა, თვალები დათხარა, დახოცა რა. რა ცრემლები არა ის მოდის კიდე. მე ვიცი მაგას ცრემლები რაზე მოდის. სულ ფიქრობდი ვის აგავს, ვიღაცას გავს, აი რაღაცას მახსენებს რა რო უყურებ. იაკტერიერი იცით ძაღლი? თუ არ იცით დაგუგლეთ და ნახეთ. აი ბიძინა და იაკტერიერი ერთი და იგივეა. დაკლეებული ძაღლი არის მაგარი ისიც. იაკტერიერი დედა მოტყან მე მაგისი. ხო რა ვიცი აბა
მე ახლა საქართველოში მაგალითად ბევრ ხალხს ვიცნობ, რომ სახლი იყიდოს კი არა, გაყიდოს და გამოიქცეს. კიდე ბევრი არიან ეგეთები. ნუ ემიგრანტი ქართველები ახერხებენ რაღაცეებს რა, რომ რაღაც სახლი იყიდონ, მაგრამ აქ უწევთ მუშაობა. და იყიდულობენ რაღაც სახლებს, რაღაც კარმიდამოს იწყობენ, ხო, მაგრამ თვითონ ქართველი მოსახლეობა, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ის ვერ იყრება, ვერ ინძრება, შემოსავალი არა აქვს. ვერ შეულობს ფულს. პენსიით ვერაფერს ვერ გააკეთებ, ხელფასით ვერაფერს ვერ გააკეთებ. თუ არ გაკოცდი, დედა თუ არ მოუწყანი რაღაცას და თუ არ იყაჩაღე და თუ არ მოიწყანი დედის პროჭი ვერ შეულობ მათ ფულს. 1000 სისულელები უნდა აკეთო, რომ ფული იშოო. წესიერად არ შეიძლება. 350 მილიონიან ქვეყანაში შეიძლება და ერთ მეწო ქვეყანაში არ შეიძლება. იმიტომ რომ კალაძეს უნდა ფული. ეს ტრაკი ტრუკაიმეებს, ვითომ რეჟისორებს და მსახიობებს. რა ვიცი, ღმერთთან მშვიდობაში მოგახმაროთ ყველაფერი. საქართველოში ვინ ცხოვრობთ, კიდე ერთხელ ბოდიში მაგ დედა მოწყობლებს რო უძლებთ რა. კაი გაძლება მოგცეთ ღმერთმა რა. არა, დილით რო გაიღვიძებ და იცი რომ წულუკიანი არის შენი უფროსი, გული გაგისკდება მაგის დედა მოწყალ. ეს ჯიშმოწყნული ქოცებით საიდან მოთესლდნენ, საიდან აღმოცენდნენ. რამდენი წლები გავიდა და მე მეგონა მიშას დროს რო ჩაყვინთეს მეთქი რა. აი ცოტა კიდე და ჩაყვინთავენ. გამოყვინთეს. ხო, ნუ ეგ იმის ბრალია. ყველა ვიცით რის ბრალიც არის რა. ასე რომ გათენდება ახლა მათ და როგორც კი თენდება იმ წუთში უნდა ზარზე იმითელმა ერმა უნდა გაგინოთ დედის პროჭი. იმსახურებთ და იმიტომ მოგიტყანთ ჯიში და ჯილაგი, კარგად იყავით. არ გაიმეტოთ ხალხისთვის არაფერი. არ გაიმეტოთ, არ შეცდეთ. არ შეიძლება ხო როგორ. ერთი 7-8 საათში შემოგეხმიანებთ ქოცებო კიდე თქვენ ჯიში მოვტყან.